პირველი შვილი არის მართა და ძალიან გაგვიხარდა, ბედნიერესები ვიყავით მეც და ჩემი მეუღლე და რა ვიცი, სულ მოუთქმელად ასე რომ თქვა, ველოდებოდით მართას დაბადებას. ეს მართას კუთხეა? კი. მართას კუთხე. გეგმიური ვიზიტების გარდა არაფერი არ დამჭირვებია საერთოდ ორსულობის პერიოდში. დაახლოებით 6 თვის ორსული ვიყავი, როდესაც გავიგეთ, რომ მართას ჰქონდა გულის მანკი, თუმცა ეხოსკოპი როდესაც გადამიღეს, მაშინ მითხრეს, რომ ეს გულის მანკი არ წარმოადგენდა პრობლემას და არ იყო მართასთვის, თქვათ, სიცოცხლისთვის შეუსაბამო გარემოება, ამიტომ არაფერზე არ გვიფიქრია საერთოდ. 2019 წლის 10 ივნისს მართა ხვედელიძე ჯანმრთელობის თანდაყოლილი პრობლემებით დაიბადა, რაც მშობლებმა ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდშივე იცოდნენ. მართას ჩვილობის ასაკში რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. დედის თქმით, 18 თვის ასაკში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აღარ ჰქონდა. არ ჰქონდა არანაირი სიცოცხლისთვის შეუსაბამო მდგომარეობა. როგორც ნებისმიერ ბავშვს სჭირდება პედიატრთან ვიზიტი დროთა განმავლობაში, ისე სჭირდებოდა მართასაც, ანუ არანაირი განსაკუთრებული მიდგომა და არანაირი განსაკუთრებული მდგომარეობა მართას არ ქონია. 2021 წლის 20 დეკემბერს საღამოს საათები იყო, მართას მოულოდნელად წინაპირობა არაფერი არ ქონია, ანუ მანამდე ჩვეულებრივად იყო, არაფერი წინაპირობა არ ქონია. ღებინება, და ხონდა სისხლიანი ღებინება. მოულოდნელი სისხლდენით 2 წლის მართა სააქციო საზოგადოება ევექსის ჰოსპიტალების იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში ჩატარებული მკურნალობის ფონზე პატარა პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ექიმების მიერ დასმული დიაგნოზით მართა საოპერაციო იყო. გითხრა ზვიად ბულისკირიამ, რომ ბავშვს ჰქონდა კარის ვენის თრომბოზი, ამიტომ საჭირო იყო ამაზე ოპერაციის გაკეთება და მარტში ჩამოდიოდა ვინმე ზაპალიანსკი, რომელსაც ჰქონდა მსგავსი ოპერაციები დაახლოებით 4-5 გაკეთებული და 100%-იანი შედეგით იყო დასრულებული. ჩვენც აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა ეს ოპერაცია. თუმცა ჩვენ გადავწყვიტოთ, რომ მართა წაგვეყვანა თურქეთში და გადაგვეკონტროლებინა ეს დიაგნოზი. თოვლის ბაბუა, მე მართა ვარ. თოვლ მომიტანე თოჯინა. თურქეთში აჯიბადემის კლინიკაში ერთთვიანი კვლევის შემდეგ კონსილიუმი შედგა. თურქეთის ექიმებმაც გვითხრეს იგივე დიაგნოზი, თუმცა თურქეთის ექიმებმა გარკვევით გვითხრეს, რომ ამ დიაგნოზზე არ შეიძლებოდა ოპერაციის გაკეთება. თქვათ, აი ბავშვის სისხლდენა ექნებოდა, რა უნდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში? ბავშვისთვის უნდა გაგვეკეთებინა ლიგირება და ეს შეაჩერებდა სისხლდენას და არ იქნებოდა ოპერაცია საჭირო. თურქეთიდან დაბრუნების მეორე დღესვე მშობლებმა მართა სისხლდენით ისევ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. როდესაც მეორედ შევედით ისევ სისხლდენით იაშვილის კლინიკაში, ნახეთ ისევ ბულისკირია. გვეუბნებოდა, რომ მართას არ გაუკეთებდით ოპერაციას, ბავშვს დავკარგავდით. ოპერაცია ჩაინიშნა, ველოდებოდით ბელარუსიდან რომ ჩამოსულიყო ქირურგი. ბელარუსელ ქირურგს ანდრეი ზაპალიანსკის ჯანდაცვის სამინისტროსგან ჰქონდა მიღებული ლიცენზია, რომელიც უფლებას აძლევდა საქართველოში ქირურგიული ოპერაციები ჩაეტარებინა. ოპერაცია მართას ანდრეი ზაპალიანსკიმ, ზვიად ბულისკირიამ და ჯონი კვატაიამ გაუკეთეს. ოპერაცია როდესაც დასრულდა, ქირურგები ჩამოვიდნენ, შევხვდნენ, გვილოცავდნენ წარმატებით დასრულებას, გვეუბნებოდნენ, რომ საერთოდ სხვანაირი სიტუაცია დახვდათ, ღვიძლი ისეთ კარგ მდგომარეობაში იყო, რომ და თვითონაც გაოგნებულები იყვნენ, რომ ანუ არ ველოდებოდით, რომ ასე კარგად ჩაივლიდა ყველაფერიო. მართას დედმამა იხსენებს, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ეს ოპერაციის შემდეგ იაშვილის კლინიკის ეზოში გადაღებული კადრებია. შემდეგი დღეები და კვირები გადამწყვეტი იყო მისი სიცოცხლისთვის. როდის დამწნდა მდგომარეობა და რა იყო ამ მიზეზი? პალატაში იყო, აი, როგორ გითხრათ, სრული სიბინძურე. პალატას ვალაგებდი მე თვითონ. ანუ შემოდიოდა დამლაგებელი, რომელიც იატაკს წმენდა ჭუჭყიანი ტილოთი, საშინელი სუნი იდგა ოთახში.
ასევე იდგა კანალიზაციის სუნი, რადგან საპირფარეშოს კარს ვერ ვკეტავდით. არ ვიცი, სრული ანტისანიტარია, რასაც ქვია, არ ხდებოდა, მით უმეტეს ბავშვს ჰქონდა ღია ჭრილობები და უნდა მომხდარიყო ამ შიდა სივრცის თუნდაც დაალაგება, თუნდაც სპეციალური გაწმენდა, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგასაც თავი რომ დავანებოთ, თვითონ ექთნებით, ბავშვთან შემოდიოდნენ პირბადის გარეშე, ხელთათმანების გარეშე, ანუ ყველანაირი წესის დაცვის გარეშე. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, ტუალეტში იყო ერთი შტებცელი, ღია, საპირფარეშოში იყო ერთი შტებცელი, საპირფარეშოში იყო შეერთებული ეს დენის წყაროები. საპირფარეშოდან გამომავალი ეს დენის წყაროები მოდიოდა ბავშვის საწოლთან. ოთახი, რა ვიცი, ამდენჯერმე მარიამმა და დედაჩემმა დაალაგა შიგნით ეს პალატა, ისეთ სიტუაცია იყო. აი სრული ანტისანიტარია, იყო როგორი სიტუაცია, იცით? იქ ადამიანის გაჩერება, ისე რომ რაღაცა არ დამართნოდა, შეიძლება ჯანმრთელ ადამიანს დაგმართოდა რაღაცა ინფექცია და ჭრილობებიანს და ღია დრენაჟებით ბავშვთა გადასხმების ფონზე, აი არ შეიძლებოდა რა ისეთ სიტუაციაში ბავშვის ყოფნა. მართას პოსტოპერაციული მკურნალობის ფონზე მაღალი სიცხეები დაეწყო. დედა იხსენებს, რომ ექიმები მას ამშვიდებდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო. დაეწყო დილით, აღარ მახსოვს, მაღალი სიცხე ჰქონდა. და როდესაც შემოვიდნენ ექიმები ჯონი კვატაიათ და ზვიად ბულისკერიაც, რომ მკითხე, ანუ რატომ აქვს ბავშვს სიცხე, ასე მითხრეს, რომ ბავშვებში მოდებული იყო ვირუსი და სავარაუდოდ ჰქონდა ვირუსი. ოპერაციიდან თითქმის 1 თვეში ბავშვი რეანიმაციაში გადაიყვანეს, რადგან მდგომარეობა დამძიმდა. ბავშვი რეანიმაციაში ანტიბიოტიკურ თერაპიაზე იყო, თუმცა ანალიზებმა აჩვენა, რომ ინფექციის მარკერები მომატებული იყო. ერთ დღეს შემოდის იქ რეანიმაციის მკურნალი ექიმი, თაკო ერქვა სახელი და ანესთეზიოლოგი გიორგი. ჩემოდიან და ვეკითხები, რომ როდის დაურეგულირდება ეს სიცხე, როდის აღარ ექნება სიცხე და როდის გამომდგომარეობიდან. ეს ბიჭი შემომიტრიალდა, ეს ანესთეზიოლოგი შემომიტრიალდა და მეუბნება, რა სიცხის დარეგულირება. ჯერ უნდა ვუშველოთ სეფსის თუ საერთოდ ვუშველეთ. მაშინ გავიგე პირველად, რომ მართას ჰქონდა სეფსისი. აი ვერ აგიღწევთ რა მდგომარეობაში ჩავარ. ნახე, აბა შეხედე. ნახე ზურამ რა მოგიტანა. მშობლები იხსენებენ, რომ მათ სეფსისის დიაგნოზის შესახებ არაფერი იცოდნენ. იაშვილის კლინიკა და ექიმები არასწორ მკურნალობაში დაადანაშაულეს და ბავშვის გადასარჩენად საზღვარგარეთ წაყვანაც სცადეს, თუმცა დააგვიანდათ. მისი ტრანსპორტირება უკვე დიდ რისკს შეიცავდა. 2 წლის და 9 თვის მართა ხვედელიძის ოჯახი იაშვილის კლინიკის მედპერსონალს პოსტოპერაციული პერიოდის არასწორ მართვასა და გულგრილობაში ადანაშაულებს. ბავშვის ასწრაფოთარი გადასაყვანი საფრანგეთში. მშობლების საპასუხოდ იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ მართას მძიმე მდგომარეობა წინა წლებში გაკეთებულ ოპერაციებს მიაწერა. პაციენტი შემოსულია 7 მარცის სისხლიანი ღებინების გამო. წინა პერიოდში გაკეთებული აქვს რამდენიმე ოპერაცია. ალბათ თავდაცვის რეჟიმში გამოიყენა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მართას გარდაცვალება არა სეფსისზე მიეწერა, არამედ იმ ძველ პრობლემებზე, რაც უკვე კარგად შავლილი იყო, დაახლოებით წელიწადნახევრი შავლილი იყო. მოგვიანებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ივანე ჩხაიძის მიერ ბავშვის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო კანონდარღვევა დაადგინა და იაშვილის კლინიკა 500 ლარით დააჯარიმა. ჩხაიძის ამ კომენტარმა უდიდესი ზიანი მოგვაყენა, მით უმეტეს მაშინ ჩვენ ვიბრძოდით მართაც გადასაყვანად საზღვარგარეთ, თანხების მობილიზაციას ვაკეთებდით. მართა, დახლადოდე, მართა. 2022 წლის 3 მაისს, დილით 11 საათსა და 30 წუთზე. მართა გარდაიცვალა. ის 3 წლისაც არ იყო. ხვედელიძეების ოჯახი დღემდე ცდილობს გაიგოს, რა მოკლა მართა. სამედიცინო ისტორიაში წერია, რომ ოპერაციის შემდეგ ბავშვს ინფექციური გართულება ჰქონდა. მართა სეფსისით ევექსის ჰოსპიტლების იაშვილის კლინიკაში დაინფიცირდა. როგორც გავარკვიეთ, ამას ნოზოკომიური, ანუ სამედიცინო სერვისებთან ასოცირებული ინფექცია ჰქვია. კლინიკებში გავრცელებული ინფექციების მასშტაბებზე და საფრთხეებზე სასაუბროთ ჩვენ გერმანიაში მოღვაწე ექიმს ჯუმბერ ფარცახაშვილს დავუკავშირდით. როგორც წესი, ასეთ ინფექციების გავრცელება ეს არის, როგორც თავიდან აღნიშნე, არაადეკვატური ჰიგიენური
ღონისძიებების გატარება ნებისმიერ კლინიკაში. მე საქართველოში წლები მუშაობდი და სულ ამაზე მქონდა ძირითადად საუბარი, რომ ეს ადეკვატური კონტროლი სამწუხაროდ არც ერთ კლინიკაში არ ხდება, იმიტომ რომ ალბათ სავარაუდოდ ჯანდაცვის სამინისტროს არ ითხოვს ამას. მაგალითად, არ გვაქვს სტატისტიკა, რამდენ პაციენტს კლინიკაში აქვს ეგრეთ წოდებული მულტირეზისტენტული მიკროფლორა. არ ხდება ამის კონტროლი, ნაცხის აღება არ ხდება. ძვირი ეждება უბრალოდ კლინიკას ძვირი დაუждდება. ხვდებით ხა ყველა პაციენტს რომ ნაცხი აუყოს და შეამოწმოს. ეს გადის ძალიან დიდ თანხებზე. 3 წლის მართას სამედიცინო ისტორია საკმაოდ მოცულობითია, უამრავი სამედიცინო ჩანაწერია. გარდაცვალების დღის ჩანაწერებში მართას ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერაში ვკითხულობთ. ინფექციური მიზეზით განპირობებული სისტემური ანთებითი პასუხის სინდრომი ორგანული დაზიანებით. რამდენად შორს წასული და მძიმე მდგომარეობა არის? სეფსისის ეკვივალენტია ეს ფაქტიურად, ანუ როდესაც სხვადასხვა ორგანოების დაზიანება არის უკვე სეფსისის დროს. სეფსისის გამოწვეული? დიახ. აქ ალბათ გადარჩენის შანსი დაბალია კი. როგორ დაინფიცირდა მართა? ჩვენ იმის გარკვევა დავიწყეთ, არსებობდა თუ არა სტანდარტი, რომელიც კლინიკას უნდა დაეცვა, რომ სამკურნალოდ მისული ბავშვები სხვადასხვა დაავადებებით, დამატებით ინფიცირების რისკის ქვეშ არ დამდგარიყვნენ. იაშვილის კლინიკა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პედიატრიული დაწესებულებაა, რომელშიც ბავშვები ყველა რეგიონიდან ხვდებიან, მათ შორის ყველაზე მძიმე დიაგნოზებითაც. იაშვილის კლინიკის პაციენტი იყო მარიამ გოგიაშვილიც. 16 წლის მარიამი 2022 წლის ნოემბერში თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. თურქეთში გადაყვანამდე მას იაშვილის კლინიკაში ლეიკემიას მკურნალობდნენ. 2 წლის წინ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ოჯახი აცხადებდა, რომ კლინიკაში ბავშვს სეფსისი განუვითარდა და თურქეთში გადაყვანა გახდა საჭირო. მარიამ გოგიაშვილის დედამ ჩვენთან შეხვედრა არ ისურვა, როგორც აგვიხსნა, ჯერ ჯანდაცვის სამინისტროში წარმოებული გამოკვლევის დასრულებას ელოდება. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ჯანმრთელი ადამიანი ატარებს მას, ეს ინფექცია მას პრობლემას არ უქმნის, იმიტომ რომ ჩვენი იმუნური სისტემა ებრძვის. და რა თქმა უნდა, ეს ინფექცია არ არის ადამიანისათვის ტიპიური ფლორა, ესე რომ ვთქვათ. მაგრამ როგორც კი ეს ინფექცია ავადმყოფში შეხვდება, რომელიც ნაოპერაციებია, რომლის იმუნური სისტემა დასუსტებულია, ასაკშია შესული, ბავშვებში, მაგალითად ახალშობილებში, შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნას და მის ძირითად დაავადებასთან ერთად ლეტალურ მდგომარეობამდე მიიყვანა. როგორ მოხდა იაშვილის ბავშვთა კლინიკაში მართას დაინფიცირება? დავინტერესდით, რატომ ხდება მსგავსი შემთხვევები კლინიკაში? საკითხის გარკვევა დავიწყეთ. ჩვენ მოიპოვეთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც იაშვილის კლინიკაში შედგა. ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ კლინიკაში ინფექციების სათანადო პრევენცია და კონტროლი არ ხდებოდა. ხვედელიძეების ოჯახმა არაფერი იცოდა იმ დარღვევებზე, რომელიც მართას ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2022 წლის 21 აპრილში ადგინეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ევექსის ჰოსპიტალების იაშვილის კლინიკაში. ეს ის დღეა, როცა მართა სწორედ ამ კლინიკაშია. მართას ოპერაცია 12 მარტს გაუკეთდა და 3 მაისამდე კლინიკაში იყო. იაშვილის კლინიკა კი 19 აპრილს შეამოწმეს. დიახ, ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა მართა იაშვილის კლინიკაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ძალიან დამძიმებულია. სააგენტოს წარმომადგენლებმა შეამოწმეს კლინიკის საოპერაციო, სასტერილიზაციო, რეანიმაციული განყოფილება, ლაბორატორია და სხვა განყოფილებები. ინფექციების გავრცელების რისკები შეაფასეს და სამართალდარღვევის ოქმებში შემდეგი დარღვევები აღწერეს. ინფექციურ განყოფილებაში არ არის ბოქსი, ნახევრად ბოქსი და ბოქსირებული პალატა. საოპერაციოში, სასტერილიზაციაში, რეანიმაციულ განყოფილებასა და ლაბორატორიაში ობიექტების ზედაპირები არ არის ვიზუალურად სუფთა, დაფარულია მტვრის ფენით. ხელისერჯერადი გასამშრალებელი საშუალებები არ არის რეანიმაციისა და ემერჯენსის განყოფილებებში. ინფექციური განყოფილების პალატები არ არის უზრუნველყოფილი თხევადის საპნითა და ხელის გასამშრალებელი საშუალებებით.
საოპერაციო ბლოკში, რეანიმაციის დარბაზში, ინფექციური პაციენტებისთვის განკუთვნილ სივრცეში და ახალშობილთა ინტენსიური მოვლის განყოფილებაში სავენტილაციო სისტემა არაა გამართული. დარღვეულია სუფთა და ჭუჭყიანი ნაკადების ერთი მიმართულებით მოძრაობის პრინციპი. სივრცეში შესული და გამოსული იარაღები მოძრაობს ერთი და იგივე გზით. მომსახურე პერსონალი არ იყენებს ხელთათმას. ინფექციურ განყოფილებაში HEPA ფილტრები დამონტაჟებული არ არის. გენერალური დასუფთავების გეგმა გრაფიკი პერსონალისთვის ადგილზე ხელმისაწვდომი არ არის. კლინიკას აქვს ნოზოკომიური ინფექციების სარეგისტრაციო ჟურნალი, სადაც დაფიქსირებულია 3 შემთხვევა. თუმცა ირკვევა, რომ დამატებით 6 ნოზოკომიური ინფექცია არ არის შეტანილი ჟურნალში და არ არის გადაცემული ჯანდაცვის ცენტრში. 19 აპრილს დილის 8 საათის მდგომარეობით ნოზოკომიური ინფექცია აღენიშნებოდა მოზრდილ ბავშვთა რეანიმაციული განყოფილების 7 პაციენტს. ესეთ სიმართლე თუ მინდათ იცოდეთ, ნოზოკომიური ინფექცია საავადმყოფოში არ უნდა არსებობდეს. კლინიკაში, რომელშიც ნოზოკომიური ინფექცია არის, ის კლინიკა უნდა დაექვემდებაროს სანირებას. იქ პაციენტის მკურნალობა არ შეიძლება. ანუ ეს კლინიკა დროებით უნდა დაიკეტოს, მოხდეს მისი მთლიანად დასუფთავება და როდესაც ჰიგიენა მიცემს ნებართვას, რომ იქ შეიძლება უკვე პაციენტის შეყვანა, უნდა გაიხსნას მაშინ. გამარჯობა ლალი, როგორ ზანდებით? ეს დოკუმენტები იურისტს ლალი პეტრიაშვილს ვაჩვენეთ. აი მოგიტანეთ დოკუმენტები დაფარული სახით და გვინდა რომ გაეცნოთ. დავინტერესდით, ასეთი დარღვევების მქონე კლინიკა ექვემდებარებოდა თუ არა ქართული საკანონმდებლო რეგულაციით უკვე დროებით დახურვას. შოკი შეიძლება მივიღოთ ამ დარღვევების შინაარსიდან გამომდინარე. თვითონვე ასკუნის, რომ ეს ნოზოკომიური ინფექციები დადგენილი არის უკვე პაციენტების, კონკრეტული პაციენტების დონეზე, ანუ უბრალოდ კი არ არსებობს ინფექციები, არამედ უკვე ყავს ამ ნოზოკომიური ინფექციებით ინფიცირებული პაციენტები. გვაქვს 132 მუხლის მოცემულობა სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც გულისხმობს სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციის შეყრას და თუ ეს ხდება 2 ან მეტი პაციენტის მიმართ და დადგენილია ამ მოქმედებით 2-ზე მეტი პაციენტი ყველა შემთხვევაში ჩანს, თუ ასეთი ინფექციების შეყრას ქონდა ადგილი, მაშინ სახეზე არის სისხლის სამართლის კოდექსის 132 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას. აქ პასუხისმგებლობის ადრესატი არის როგორც კლინიკა და კლინიკის კონკრეტული პერსონალი, რომელიც ვალდებული იყო შეესრულებინა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ის უსაფრთხოების სტანდარტები, რაც გაწერილი არის სტაციონარული დაწესებულებებისათვის, ასევე ვინც არ მიაწოდა ინფორმაცია პაციენტებს. ჩვენ იაშვილის კლინიკაში განმეორებით ჩატარებული შემოწმების ოქმებიც მოვიპოვეთ. პირველი, რასაც დავხედე, ეს თარიღია. ეს 14 ივლისის ოქმია. ამ დროს იაშვილის კლინიკაში მართა უკვე გარდაცვლილია. წესით კლინიკა არა 14 ივლისს, არამედ 21 მაისს უნდა გადაემოწმებინათ დარღვევებზე, რადგანაც კლინიკას ერთი თვე ჰქონდა დარღვევების გამოსასწორებლად. ოქმის მიხედვით სამინისტროს წარმომადგენლებს 21 აპრილიდან 14 ივლისამდე პერიოდში 20 ნოზოკომიური ინფექციით დაინფიცირებული პაციენტი დახვდათ. იგივე ანტისანიტარული და არაჰიგიენური ნორმების დარღვევები ამჯერად მეტი ვიდრე წინა ჯერზე. სამინისტროს წარმომადგენლებმა ეს ნახეს, აღნიშნეს ოქმებში და ამის შემდეგ კლინიკას კიდევ 15 აგვისტომდე ერთი თვე მისცეს იმ დარღვევების გამოსასწორებლად, რომელიც ბავშვების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებდა. იაშვილის კლინიკა მხოლოდ 20 ოქტომბერს პირველი შემოწმებიდან 6 თვის შემდეგ დაიხურა. რეგულირების სააგენტოს დასკვნის და ჩვენი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით იაშვილის რამდენიმე დეპარტამენტი რეალურად ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, იმ თანამედროვე მოთხოვნებს, რაც ჭირდება სამედიცინო სერვისის განხორციელებას ქვეყანაში. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორის ლიანა ჭუმბურიძის განცხადებით, იაშვილის კლინიკის ადმინისტრაციამ დარღვევებზე დაუყოვნებლივ ირეაგირა. გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და შესაბამისად კლინიკის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს დაუყოვნებლივ ამ პრობლემების გასწორება. შესაბამისად შეჩერებული ამ ეტაპისთვის დროებით სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულების.
21 აპრილიდან 20 ოქტომბრამდე ზუსტად 9 წელია პერიოდი, როცა ახალშობილები, ჩვილები, ბავშვები მკურნალობენ ამ კლინიკაში და პარალელურად საავადმყოფოში არსებული არაჰიგიენური პირობების გამო სხვადასხვა ტიპის ინფექციებით ინფიცირდებიან. სააქციო საზოგადოება ევექსის ჰოსპიტლები იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, სააქციო საზოგადოება საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ნაწილია. უკვე თითქმის 1 წელია ევექსის ჰოსპიტლები ახალი ბრენდის ვიანის სახელით განაგრძობს ოპერირებას და ქვეყნის მასშტაბით 17 სამედიცინო ცენტრს აერთიანებს. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ იმ დროს, როდესაც ევექსის ჰოსპიტლები იაშვილის კლინიკას რეგულირების სააგენტომ დარღვევები აღმოუჩინა, ლიანა ჭუმბურიძე ევექსის ჰოსპიტლების ოპერაციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ეს პოსტი მან 2022 წლის 16 მაისს დატოვა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორად უკვე 2022 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა. ლიანა ჭუმბურიძე დღეს რეგულირების სააგენტოს აღარ ხელმძღვანელობს, თუმცა 2 წლის წინ რამდენად დროულად ირეაგირა სამინისტრომ და ბავშვთა კლინიკამ აღმოჩენილ დარღვევებზე, ეს კითხვა მას დავუსვით. განაცხადეთ, რომ კლინიკამ დაუყოვნებლივ ირეაგირა პრობლემაზე. 3 შემოწმების აქტი ჩათვალეთ დაუყოვნებლივ რეაგირებაში? იმიტომ რომ იქამდე შემოწმდა კიდევ 2-ჯერ. იცით, მე ხა მაგაზე ესე პასუხს ვერ გაგცეთ, მანამდე რა იყო და რა არის ყოველ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი მხრიდან იყო ესე ვთქვათ შემოწმება და იყო აღმოჩენილი პრობლემები, მაშინვე რეაგირება იყო მათი მხრიდან, რათა თვითონ განაცხადეს, რომ რემონტზე სასწრაფოდ ხურავენ კლინიკას და შესაბამისად ის რემონტიც გააკეთეს, აკრედიტაციაც აიღეს და მერე უკვე გაიხსნა. იცით რა ვქნათ, ეხლა ძალიან ის გამოგდის უკვე სატელეფონო ინტერვიუ, ანუ მე არ მიყვარს რაღაც ზეპის სიტყვიერად, რაღაც ესე ვთქვათ საუბარი. მოვალ, ქალბატონელიკა, სადაც გვეტყვით და მოდით მე შეგეხმიანებით, ცოტა მოგვიანებით და გეტყვით. კაი, დაველოდებით თქვენს არს. ლიანა ჭუმბურიძე ინტერვიუს დაგვპირდა, თუმცა შემდეგ ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა. ჩვენ იაშვილის კლინიკის ექიმებსაც დაუკავშირდით. ინფექცია შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. არა, ნებისმიერი ადამიანი არ არის, როცა უკვე დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი და პოსტოპერაციული პერიოდს, ანუ მკურნალობას გადის რეანიმაციაში და ზოგადად ჩემთან არ უნდა იყოს ახლა. მაკითხვა დაუსვით. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება ნოზოკომიურმა ინფექციამ? მე ვიცი რომ ოპერაციას არ გამოუწევია. არ მინდა ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს საქმე არის საქმეთა წარმოებაში. პასუხებისთვის იაშვილის კლინიკის ადმინისტრაციასაც დაუკავშირდით. რატომ არ იყო ინფექციების კონტროლი კლინიკაში და რატომ იღებდით პაციენტებს, ბავშვებს, მაშინ როცა ელემენტარულ ჰიგიენურ ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა კლინიკა? რატომ აყენებდით ბავშვების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რისკის ქვეშ? არ მაქვს ამაზე კომენტარი. ბატონო? არ მაქვს კომენტარი. არ ვიცი პასუხი. ჩვენ არანაირ ინტერვიუს არ ვიძლევით. ანუ კომენტარს კლინიკა არ გასცემს, რადგან ანუ რეგულირება სწავლობს და პროცესში არის, ანუ ეს საკითხი. კი, გავიგე, არა მარტო რეგულირება, საგამოძიებო უწყებებიც სწავლობენ, თუმცა ჩვენ კონკრეტული კითხვები გვაქვს, თუნდაც იგივე კლინიკაში ინფექციების პრევენციაზე და კონტროლზე. რადგან დაინტერესება არის კონკრეტულად მართას кейსთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის კლინიკა შეიკავებს თავს. საავადმყოფოში ინფექციების გავრცელება არაა მხოლოდ იაშვილის კლინიკის გამოწვევა, ეს გაცილებით მასშტაბურია. ჩვენ დავინტერესდით, ქვეყანაში ყოველწლიურად ნოზოკომიური ინფექციის რამდენი შემთხვევა ფიქსირდება, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშებიდან ამოვიკითხეთ, ეს ასობით და ათასობით შემთხვევაა ყოველწლიურად. ოფიციალური მონაცემებით 2017 წელს მხოლოდ 341 შემთხვევაა დაფიქსირებული. 2023 წლის ანალოგიური მონაცემი 8-ჯერ მეტი 2891 ნოზოკომიური ინფექცია დაფიქსირდა. აქედან სეფსისი 547 იყო. ინფექციონისტი ამბობს, რომ ეს სტატისტიკაც კი რეალობას არ ასახავს, რადგან კლინიკები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სრულ მონაცემებს არ უგზავნიან. თითქოს კლინიკას რაც უფრო მეტ საავადმყოფოში და ინფექციას შეატყობინებს, მისთვის ეს ნეგატიური მაჩვენებელია და მე თუ მკითხავთ, პირიქით უნდა იყოს რაღაცა მექანიზმი შედგენილი, რომ დაინტერესებული იყოს კლინიკა და კი არ დამალოს, იმიტომ რომ არავინ არ უნდა სჯიდეს და მისი იმიჯი ამით არ უნდა ილახებოდეს, თორე დამალვა კიდევ უარესია და
და შედეგს ვერ დადებს გამოსწორების მხრივ. და რატომაც აი მაგალითად სტატისტიკაზე სულ ვაპარაკობთ, რომ პრობლემა აქვს ქვეყანაში, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ უმრავლეს პაციენტებს სწორ დროს არ აქვთ აღებული ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის მასალა და პირდაპირ დაწყებულია ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, თანაც ყოველგვარი სისტემის გარეშე და გაიდლაინების გაყოლის გარეშე, რომელი კლინიკა და რომელი ექიმიც ინდივიდუალურად რას გადაწყვეტს. და მე რთვლიან, რომ უკვე ბაქტერიოლოგიის გამოკვლევას რა აზრი აქვს, ანტიბიოტიკები მაინც უკვე დანიშნულია. ემპირიულად, დიახ. ინფექციონისტის აზრს ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულება ამყარებს. ჯანდაცვის სამინისტროს დოკუმენტის მიხედვით იაშულის კლინიკაში ახალშობილთა რეანიმაციული განყოფილების 11 პაციენტიდან ანტიბიოტიკი ერთს ეტიოტროპულად, 10-ს კი ემპირიულად, ანუ ბაქტერიოლოგიური კვლევის გარეშე ჰქონდა დანიშნული. სამართალდარღვევის ოქმიდან ჩანს, რომ 2 წლის წინ ევექსის ჰოსპიტალები იაშულის კლინიკას საკუთარი მიკრობიოლოგიური ლაბორატორია არ ჰქონდა. ისინი სხვა ლაბორატორიის მომსახურებით სარგებლობდნენ. ჩვენ დავინტერესდით, ეს ხომ არ იყო იმის მიზეზი, რომ პაციენტების ნაწილს ბაქტერიოლოგიური კვლევის გარეშე უნიშნავდნენ ანტიბიოტიკს. კლინიკიდან მოგწერეს, რომ დღესაც იგივე პრაქტიკა აქვთ. მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის უშუალოდ კლინიკაში არსებობა არ არის სანებართო პირობების აუცილებელი მოთხოვნა. მთავარია კლინიკა იყოს უზრუნველყოფილი ამ სერვისით. კლინიკას აქვს კონტრაქტი მაღალი დონის ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიასთან და ყველა აუცილებელი ბაქტერიოლოგიური კვლევა ხორციელდება შეუფერხებლად. რაც შეეხება ანტიბიოტიკების კვლევის გარეშე დანიშვნას, მათი თქმით, ანტიბიოტიკის ემპირიული დანიშვნა ერთადერთი სწორი და მიღებული პრაქტიკაა ყველა ქვეყანაში. სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის დროს არსებობს საერთაშორისო და ან ეროვნული პროტოკოლი, რომელიც უჩვენებს ექიმს, რა ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს ამა თუ იმ დაავადების დროს ბაქტერიოლოგიური ანალიზის პასუხის მიღებამდე. ჩვენი მითაც დავინტერესდით, რამდენი იყო ამ ათასობით ნოზოკომიური ინფექციის შემთხვევიდან გარდაცვალება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მოგწერეს, რომ სამედიცინო სერვისებთან ასოცირებული ინფექციით გამოწვეული არც ერთი გარდაცვალება არ დაფიქსირებულა. სახალხო დამცველის მიერ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული ანგარიში კლინიკებში ინფექციების კონტროლს ეხება და ის 9 საავადმყოფოს მოიცავს. ანგარიშის მიხედვით კლინიკებში არსებული დარღვევები სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილ პაციენტებში ზრდის ინფექციის გავრცელების, ნოზოკომიური ინფექციებით გამოწვეული ავადობის და ლეტალური შედეგების რისკებს. აქ საუბარია სწორედ ნოზოკომიური ინფექციების გამომწვევ მიზეზებზე, არაჰიგიენურ და არასტერილურ გარემოზე საავადმყოფოებში. ჩემი შვილი რომ მოკლეს იაშულის კლინიკაში, ესმინდა რომ გაიგოს ხალხმა. მართას გარდაცვალებიდან 2 წელი და 5 თვე გავიდა. ოჯახი დღესაც სამართალს კითხვებზე პასუხს ეძებს. თუმცა საქართველოში სამედიცინო საქმესთან დაკავშირებული გამოძიებები ხშირად თაროზე წლების განმავლობაში რჩება და ვერც ოჯახები და ვერც ექიმები პასუხებს ვერ იღებენ. გამოძიება, რომელიც მართას გარდაცვალების დღესვე სიცოცხლის გაუფრთხილებლობის მოსპობის მუხლით დაიწყო, მესამე წელია გრძელდება. სამართლებრივ ჩიხშია ქართული კანონმდებლობა, როდესაც საკითხი მიდგება სამედიცინო დანაშაულის გამოძიებაზე. ნანა ფარჩუკაშვილი მართას ოჯახის ადვოკატია. მას კითხვები გამოძიების მიუკერძოებლობასთანაც აქვს. არ გამოურიცხავთ, რომ გარკვეულ თავშეკავებას ადგილი აქვს იმის გამო, რომ ჩვენ რეალურად ვიბრძვით ისეთი სიმართლის დასადგენად, რომელიც სიმართლეც დაადასტურებს საქართველოში ცნობილი კლინიკებისა და ცნობილი ექიმების ბრალეულობას. და ვფიქრობთ, რომ ჩვენ და სამწუხაროდ სადღაც აქ გადის ის წითელი ხაზი, რომელსაც გაბედულად ვერ კვეთს გამოძიება. ადვოკატი საუბრობს სასამართლო ექსპერტიზის სისტემურ ხარვეზებზეც, რის გამოც ოჯახს დღემდე არ აქვს კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა. სახეზეა არაეფექტური გამოძიება. ჩვენ ვერ მივედით მინიმუმ იქამდე, რომ ჩატარებულიყო კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა და დადგენილიყო მიზეზშედეგობრივი კავშირი ჩატარებულ სამედიცინო манипуляციასა და გარდაცვალებას შორის. ანუ ლოგიკურად გამოძიება გამოდის, რომ მართას გარდაცვალებას ბუნებრივ გარდაცვალებად მიიჩნევს. შესაბამისად, ჩვენ ოჯახი და ოჯახის ადვოკატი გეგმავთ მომზადოთ სარჩელი, უბრალოდ საჩივარი ქვია და მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელიც დაადგენს
გამოძიების არაეფექტურობის ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობის ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. გამომძიებელმა მართა ხვედელიძის საქმეზე ჩვენთან საუბარი არ ისურვა. ალო, გამარჯობა. ქალბატონოია, მე თამარი ვარ, ჟურნალისტი სტუდია მონიტორიდან. რამდენიმე კითხვა გვაქვს თუ შეიძლება. თქვენ ძიებთ 2022 წელს იაშვილის კლინიკაში 3 წლის მართა ხვედელიძის გარდაცვალების საქმეს. ორი წელი გავიდა, მეტი გავიდა და ჩვენთვის ყოველდღიურ რეჟიმში, რა ვიცი, მართა ჩემთვის არ არის მკვდარი რა. მე ყოველდღე აქ ვარ, ბავშვის სასაფლაოზე ვარ ყოველდღე ვარ, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ რეჟიმში ბავშვის ვიდეოებთან ვარ, ბავშვის სურათებთან ვარ. ჩემთვის ვერავინ ორი გამიცოცხლებს, მაგრამ ჩემი შვილისთვის, ზუსტად მართასთვის მინდა რომ მივახტიოთ სამართალს და ვიბრძვით ჩვენ ამისთვის რა. მე იმ დონეზე ვარ დარწმუნებული, რომ მართას უდიერად მოებრუნენ და მართას მოებრუნენ არასწორად და მართა გაწირეს. სამართალსაც აუცილებლად მივახცევთ რა. ღმერთის და მართას დახმარებით და იმ თუნდაც აქამდე ჯერ ვერ გვეხმარება ნორმალურად გამოძიება, მაგრამ დარწმუნებული ვარ გამოძიებაც ბოლომდე დაგვეხმარება და საბოლოოდ დადგება ის დღე, რომ იზეიმებს სამართალს რა, მართას და ჩვენს. რა უნდა გქნა? მან ხაროა შევსუნდა. უნდა გავიპაროთ?